მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ჩართვაში. ერთ წელზე მეტია, რაც საქართველოს მოქალაქეები პროტესტში იმყოფებიან. თქვენ იცით, რომ საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იმართება, მათ შორის ბათუმშიც. და თქვენ ჩვენი ლაივ ჩართვების მეშვეობით თვალსადევნებთ ხოლმე საპროტესტო აქციებს ქვეყანაში და ქალაქში მიმდინარე პროცესებს. დღესაც თქვენ ჩვენ ჩართვაში შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თუ რა ხდება საპროტესტო აქციაზე და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რომ მოქალაქეები, რომლებიც ერთ წელზე მეტია პროტესტში იმყოფებიან, იცით რომ ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში, სიდისის პატიმრების გათავისუფლებას, ითხოვენ რომ ქართულმა ოცნებამ ქართული ოცნება გადადგეს, ასე რომ ვთქვათ, ხელისუფლებიდან, რადგანაც ის დე-ფაქტო მმართველობაში იმყოფება და არ აქვს ხალხისგან მიცემული, ასე რომ ვთქვათ, ლეგიტიმაციის მანდატი და ასევე აქ მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, რომ აუცილებელია, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის პროცესს, რადგან ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური დემოკრატიული განვითარების პირობებს. ამ დღეებში უფრო სწორად ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ალბათ თქვენ იცით, რომ იყო ის, რომ ამოქმედდა ეუთოს მოსკოვის მექანიზმი, რომელიც მიმართულია იქეთკენ, რომ პრინციპში ამ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება გამოიწვია იმან, რომ მაგალითად დიდმა ბრიტანეთმა 23 სხვა ქვეყანასთან ერთად მოუწოდა თბილისს, რომ შეაჩეროს დემოკრატიული უკუსლა. ანუ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება გამოიწვია დემოკრატიულმა უკუსლამ, რომელსაც ამ წლების ბოლო რამდენიმე წელია ქართული ოცნება ახორციელებს ამ ქვეყანაში. და ეუთო მოუწოდებს ქართულ ოცნებას, რომ ამ 26 წლის განმავლობაში შეასრულოს ეუთოს მოსკოვის მექანიზმით გათვალისწინებული რეკომენდაციები. და თქვენ ალბათ ნახეთ ეს ანგარიში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და ანგარიში აღნიშნულია, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა დემოკრატიის მკვეთრ უკუსლას. ეს ანგარიში ვინც წარმოადგინა, ამ ანგარიში იყო საუბარი იმაზე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ ღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს საქართველოში, ასევე ამ მექანიზმის ფარგლებში მოითხოვენ ეუთოს წევრი სახელმწიფოები, რომ ქართულმა ოცნებამ შეწყვიტოს რეპრესიული პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ასევე მოუწოდებს, რომ შეწყდეს დევნა ამ ქვეყანაში, როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ასევე გაწეული იყოს ყველა ის რეპრესიული კანონი, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღო ქართულმა ოცნებამ დემოკრატიის წინააღმდეგ და ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების არსებობის წინააღმდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება არ შეასრულებს ამ რეკომენდაციებს, არ არის გამორიცხული, რომ დაიწყოს გამოძიება და ამოქმედდეს საერთაშორისო სამართლის ნორმები და ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს, ანუ იმ პირებს, ვის წინააღმდეგადაც დაიწყება გამოძიება, არ არის გამორიცხული, რომ მათ მოუწიოთ პასუხისმგება საერთაშორისო სამართლის მექანიზმებით. ასევე თქვენ იცით, რომ ამ დღეებში ლიეტუვამ მიმართა მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში ჰააგას, რომ დაიწყოს გამოძიება მაგალითად ბელარუსის პრეზიდენტის წინააღმდეგ და გამოიძიონ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებები და ბუნებრივია, თუ კი ქართული ოცნება არ შეასრულებს მოსკოვის მექანიზმით გათვალისწინებულ ეუთოს რეკომენდაციებს, არ არის გამორიცხული, რომ თქვათ
იმპირების წინააღმდეგაც დაიწყოს საქართველოში სისხლის სამართლის მუხლით გამოძიებები, რომლებიც მხილებული იქნებიან ან არიან მაგალითად ადამიანების წამებაში, ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევაში, ჟურნალისტების დევნაში, სამოქალაქო საზოგადოების დევნაში, ან დემოკრატიის უყუსვლის ხელშეწყობაში და ასევე ამ ანგარიში საუბარია იმაზეც, რომ ქართული ოცნება მიზანმიმართულად და შეგნებულად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს და ბუნებრივია ეს ყველაფერი მოახდენს გავლენას ამ პროცესებზე და არ არის გამორიცხული, რომ როგორც ლუკაშენკოს წინააღმდეგ დაიწყო თქვათ გამოძიება, იგივე პროცესები ვიხილოთ ქართული ოცნების რომელიმე მაღალჩინოსანის წინააღმდეგ, ვინც აი ამ დემოკრატიის უყუსვლაში მონაწილეობენ. ჩვენ შევეცდებით, რომ ახლმყოფ ადამიანებსაც გავესაუბროთ ამასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობენ მოსკოვის მექანიზმზე, რა მოლოდინები აქვთ, აქ თუ არა მოლოდინი, რომ შესაძლოა მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოძიება დაიწყოს ჰააგამ თუნდაც ივანიშვილის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. მოგესალმებით მეგობრებო, ბათუმელების ჩართვაში მოგესალმები. ჩვენს მაყურებელს ვესაუბრებოდი ახლა მოსკოვის მექანიზმთან დაკავშირებით, იმიტომ ამ კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში პრინციპში ეს იყო, იმიტომ რომ მოსკოვის მექანიზმი აძლევს შესაძლებლობას ეუთოს წევრ ქვეყნებს რომ დაეხმარონ საქართველოს მოსახლეობას, ხო? ვალდებულებასაც უჩენს და დაეხმარება, დიახ, იყოს დაცული ამ ქვეყანაში ძირითადი უფლებები ადამიანების. მაგალითად, ქართული ოცნების კომენტარები, რაც მოვისმინეთ ამ დღეებში, ისინი თითქოს არ იზიარებენ ეუთოს დასკვნას. თავიდან თავს ესხმოდნენ, აკრიტიკებდნენ, აბუჩადიგდებდნენ. და მე რაღაც უშინ ბიძინაკოვახიძემ თქვა ფოტოშოპის ბათუმში ყოფილა რომ რაღაცები მანდო მოცემული რეკომენდაციები რომ გასათვალისწინებელიაო და ხო, თუმცა იგივე კობახიძემ თქვა რომ გადაცდომის რაღაც 3 თუ 4 შემთხვევა იყო. მაშინ როცა ჩვენ ვნახეთ რამე 100-მდე ნაცემი სახედალეწილი ადამიანები ხო საპროტესტო აქციებზე და რას ნიშნავს ეს, როცა ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვხედავდით დასისხლიანებულ ადამიანებს, უსასტიკესად ნაცემებს და კობახიძე ამბობს 2 თუ 3 გადაცდომა იყო. რა დამოკიდებულება ეს და საერთოდ როგორ უყურებთ აი ამ მექანიზმის ამოქმედებას, თქვენთვის რას ნიშნავს როგორც მოქალაქისთვის? და მნიშვნელოვანი მექანიზმია სხვათა შორის და ერთგვარი ყველაზე დიდი საფრთხეა დღეს ევანდელიზმის ოცნება რომ რაღაც ხელის ძალაუფლების საკარგვის რისკი შეექმნა, ძალიან არეულები არიან. მესის ბოქსშიც ვერ დალაგდნენ, გუშინ რიგითები გამოიყვანეს პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის წევრად გაფორმებული ხალხი და თავს ესხმოდნენ ეუთოს მექანიზმს, ასევე იმ ექსპერტს, რომელიც მათი თან შეეძლოთ თოზე განაცხადებინათ წინააღმდეგობა და სხვა ექსპერტის შერჩევაში მიიღოთ მონაწილეობა, მაგრამ ანუ ქართულ ოცნებას ჰქონდა შესაძლებლობა რომ თავისი ექსპერტი წარედგინა და ემუშავა ამ ექსპერტთან ერთად, თუმცა ეს არ გამოიყენეს ეს მეკანიზმი. პოლონეთს უკავშირებენ, პოლონეთი დააკავშირებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და კონსპირაცია შექმნეს ვითომ რომ სააკაშვილმა პოლონეთის ხელისუფლებას სთხოვა და ექსპერტს დააწერინა, ესეთი დასკვნა. რაღაც აბსურდული იდეაც იყო, მე გუშინ კობახიძე გამოვიდა და თქვა რომ რაღაც რეკომენდაციების შესრულება მოგვიწევს, რომ რაღაცო არის მიკროიზებული და არაობიექტურიაო, ნახევრად ირონიითაც ისაუბრა, მაგრამ რაღაც სერიოზული. თუმცა მოსკოვის მექანიზმი არ ითვალისწინებს ნახევრად რაღაცის შესრულებას. ხო, იქ არის კონკრეტულად გაწერილი, რა უნდა გააკეთონ. მათ შორის სამხედრო ტრიბუნალსაც, ტრიბუნალს უნდა გამოიძიოს ის დანაშაულები, მაგალითად ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება აქციებზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამის წამების ფაქტები, ასევე წამება იყო ხაზგასმოლი რა. იგივე ჟურნალისტი გურამ როგავალ, მაკაჩიხლაძის кейსი, სიამაშვილი, როცა პირდაპირ ეთერში
სპეცრადმენები თავში ფეხს უტყამდა ადამიანი ფიზიკურად მოკლეს მაგრამ რა ვიცი ღმერთმა გადაარჩენა შეიძლება ითქვა მათი ხელნაყრია და ესეთ ძალიან ბევრი რა ვიცი უბან დასწევდნენ ჩვეულებრივი ხორცაკები მანქანა ჰქონდათ მოწყობილი თავისუფლების მოედანზე სადაც ადმინისტრაციულად დაკავებული ადამიანებს შეყავდათ და სისხლის ბუბეები დგა მანქანებში როგორც ჩვენი თანამებრძოლები ამბობდნენ და რა ვიცი სასიკვდილოდ იმეტებდნენ და შემდნენ შეტყუება ხდებოდა გდდ-ს თანამშრომლების მიერ ეგრეთ წოდებული კალის გაკეთება და ანუ მშვიდობიანი მომენტების შეტყუება და მე ცემა უმოწყალოს ცემა და ამ ყველა ქმედებაზე ყველა ფაქტზე მოუწევს პასუხისმგებლობის აღებაში სამამის პირებს რა თქმა უნდა მოუწევს პასუხისმგებლობის აღება თითოეულ პოლიციელს სპეცრადმენს ვინც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა უკანონო ანუ ქმედებებში და ასევე იმ პირებს ვინც უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო და გაიყვანა უსუალოდ შემსრულებელზე ასევე მოუწევს მე ვფიქრობ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაც რა პრემიერას წოდებული დონეზე შეიძლება მოხდეს ამ პასუხისმგებლობის. თუ განსდა რომ შეიძლება ლუკაშენკოს ბედი გაიზიაროს მაგალითად ივანიშვილმა. შემია და რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს? თუ მოახერხებს ის თავი დაიძრუნოს თქვათ ამ პროცესებიდან. ანუ პასუხი მე ესე უყურებ ჩვენთვის ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა პასუხისმგებლობის დაყენება და უშუალოდ გადაწყვეტილების აღსრულება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რომ ვერც აღსრულდეს გადაწყვეტილება და არსებობს ფაქტები, რომ ვერ აღსრულებულა აგის გადაწყვეტილება იგივე სისხლის სმელ პუტინთან დაკავშირებით, რომელიც ომის დამნაშავედაა გამოცხადებული ორდერია გაცემულა ფიზიკურად ვერ სრულდება. ივანიშვილი არ არის პუტინი და ამოცემულობასთან აბსოლუტურად ანუ თავარი მნიშვნელოვანი არის, რომ სიმართლე გაიყვეს ვინ რა დანაშაული ჩაიდინა, როდის, ვის რა წვლილი მიუძღვის და დადგება იმის დროც, რომ თვითონ რა ვიცი ოლიგარქის დონეზე დადგება პასუხისმგებლობის დონე და მის დაქვემდებარებული მინისტრებად წოდებულ თანამდებობის პირებზეც მე ღმად ვარ დარწმუნებული, რომ უყუროთ არ ჩაევლის და არაფერი არ დაიკარგება ამ ქვეყნად და ადამიანების სასახლის შეიძლება მოწყალოცება, რავი გაშიშვლება არა ადამიანური მოპყრობა წამების ფაქტები, რა ვიცი, დანაშაული, ანუ დამნაშავეების გამოვლინების და დასჯის გარეშე ფიზიკურად ვერ ჩაივლის. 21 საუკუნეში ვცხოვრობ, სიფრულ სამყაროში ვცხოვრობ და ბევრი მტკიცებულებები არსებობს, რომელიცაც აუცილებლად გამოვიყენებთ და ეს მტკიცებულებები და ეს ფაქტები საბოლოო ჯამში ანუ წალეკავს ამ ხელისუფლებას მე ვფიქრობ. სხვა მნიშვნელოვან ფაქტებთან ერთად. მადლობა, რა გაგვიცი არის თქვენი შეხედულებები. მოგესალმებით. მიუხედავად იმისა, რომ აი თქვათ ჯოხით დადიხართ არაერთხელ შეგექმნათ ქალბატონო დარეჯან ჯანმრთელობის პრობლემა, თქვენ ფაქტობრივად წელიწადზე მეტია, აი არ გამოგიტოვებინათ არც ერთი დღე, ხო, რომ არ მდგარიყავით აქ. ბევრი ამბობდა, ალბათ ბევრი სკეპტიკოსი საუბრობდა, რომ რა აზრი აქვს იქ დგომას, რა აზრი აქვს პროტესტს, თქვენი განწყობა როგორია დღეს და ფიქრობთ თუ არა რომ სწორედ მოქალაქეების უწყვეტი პროტესტის შედეგია ის რომ ამოქმედდა მოსკოვის მექანიზმი და დაიწყება მალე გამოძიებები ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევასთან, რასაც ვხედავთ ამ მთელი ამ წლის განმავლობაში. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? შეიძლება რომ ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნების ასე რომ თქვათ სასამართლო პროცესები ვიხილოთ, საერთაშორისო სასამართლო. ძალიან კარგი იქნება თუ ვიხილავ და თუ მოვესწრები მაგას. პირველივე დღიდან მე აგერ უბრალო ადამიანს დღესაც წელში გაწყვეტილი ვარ ამათი მოსვლიდან. მაგრამ ახლა ჩემი შვილი არ არის. სხვისი შვილების დასაცავად მოვდივარ. იმიტომ რომ დავინახე რამდენი უკანონობა აქვე. ცხვენია რომ მე ვამბობ მტერს უნდა მოუგო. ვინა მტერი? ჩემ ენაზე მოლაპარაკე ქართველი. ჩემ საქართველოში დადის და მტერად ვთვლით. სირცხვილი არ არის? ესენი არიან პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტი კი არა. პარლამენტს ქვია წაწმენდილი, სულ წაწმენდილი ადამიანები. მაგათ ქვია მილიონერების ბუდე. თავშესახარი. იმდენი მილიონები გააკეთე. ახლა ვეტყვი, დებატები უნდა ველაპარაკოს დებატები ხალხს. ჩამომითვალოს კი არა. გამოვიდეს და თქვას დოკუმენტით, აი ნამდვილი დოკუმენტი, პეჩატით, გერბი და ყოლები. ვინ დაიწყო ომი? ვინ დაიწყო ომი? საქართველოს რომ აბრალის, დამემტკიცოს რომ საქართველოს დაიწყო ომი. რატომ უნდა მოუხადოს საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთს ბოდიში? რატომ მოწამლა და რით მოწამლა ახალგაზრდები? რამდენი ნაცემია?
რამდენი დასახიჭრებული ადამიანი ვინ დაიჭირა არავინ რამდენ ფულს ღებულობს ამ ტროტუარზე დგომისგან ისე დგომიდა სადმე აქვს ეს ფული დაიჭირა გიგი რა ქვია ღარიბაშვილი მე რო დაიჭირა ვინ არჩენს ახლა ღარიბაშვილის ოთხშვილს რატომ არ ამბობენ საწაიღენ ამ ამოღებული ფულები ერთი ქუჩა არ ვარგა ბათუმში რა დღეშია თბილისელი ხალხი სახლები დაინგრათ ეგ ვინ უშველა არავინ არ უშველა ნიშას დროს თუ 20% წეიღო რუსმა ამგენმა 1% დაიბრუნენ უკან უფროვარესი არ გახდა მართულ ხალხები გატაცება ხალხის მოკლა არ არის აგი რატომ არ ამბობენ რატომ არის იწუხებენ თავს რუსმა რო დროშა შეგვილახა რატომ არ გამოვიდა ჯარი რატომ არ გამოვიდა ჯარი აი მასე მწყდება გული მაღალჩინოსნებო ჯარის მოხელეებო და ასევე ჩვეულებრივი მოქალაქე ჩვეულებრივი ჯარის კაცება თქვენ დაჟე აპარატი არ მოგიტანენ წესიერი რას გაჭმედენ რას გასმებდნენ და მე კი არ უნდა ვიდგე პარლამენტთან რო თქვა რომ მე ომი დაიწყო საქართველოსო და რუსის ჯარის კაცმა და რა გაუკეთა ჩვენს დროშას თქვენ უნდა ყოფილიყავით იქ მე კი გამოვალ ყოველთვის გამოვალ რაც ხან შემეძლება ამ ახალგაზრდების დასახმარებლად იმიტომ რომ რამდენი დაშავდა რამდენი და ვინ გამოიძია გაგიჩინათ იმედი აი ამ ეუთოს ანგარიშმა რომ შეიძლება ძალიან გაისაჯონ ხალხის ადამიანები ვინც დემოკრატიის უკუსლაში იქნებიან გადანაშაულებულები და ივანიშვილო რას ერჩოდი ქართულ ხალხს წაიღე ზღვა წაიღე მიწა შენ იყო ყოფილიყავი და გევლო ამ მიწაზე და დაგვენებებია თავი რომ მტვერი ხარ უკვე მტერს გიძახით ქართველს გიძახი მტერს ასევე არ მინდა რომ ისე წავიდე ამ ქვეყნიდან რომ არ მოვესწრო ვითი მოსულები ხართ ბარბარეს მკვლელი გამოაჩინენ ლუკას რა გაუკეთენ სხვებს რა გაუკეთენ მაჩალიკაშვილის შვილი სახლში ჩაუცხრილენ ჩემი შვილი ქუჩაში მოკლენ ეზოსა აი ახლა ვისარგებლებ ამით პოლიციელებო რომლებმაც ჯავახიშვილის ქუჩაზე სკანზე დამჯარი ბიჭი ცემეთ და სიკვდილის პირას მიიყვანეთ ჯობია გამოჩდით სანამ კაი ხასიათზე ვარ და კიდევ ჭკუაზე ვარ 10 წელი გადის რაც ჩემი შვილი არ არის და მისი დაბარებული იყო შეხედე თვალებშიო არაფერი არ უკდა და გითხრასო რატომ ჩემი შვილიო სანამ ამას კიდევ ვითმენ 10 წელია ჯობია მოდით იმ სკანთან დამიბარეთ და მოვალ და ამ სიტყვებს ავასრულებ. მადლობა შეიძლება ჭკუიდან გადავიდე. თქვენი ემოციების ძალიან დიდი მადლობა. ემოციები და ჯარისკაცებზე ვარ გაბრაზებული ძალიან. მიშამ თუ კოსტუმებზე და იმაზე ცხობებიან. ახლა რო ჩამოიყვანენ ირანელები, იმდენი ხალხი პურმარილი არ გაუშალენ, ვისი ფულით გაუშალენ. ვისი ფულით? საძაიღენ ამ ამოღებული ფულები და ოქროები. მოახმარენ საქართველოს? თუ ისევ გადადის ბიზნესზე. იმედია, ანუ ერთ დღეს მოუწევთ ამ კითხვებზე რეალურად პასუხის გაცემა და აუცილებლად უნდა აგვოს პასუხი ამ ახალგაზრდების დასახიჭრებაზე. იქერა პენსია უნდა დაუნიშნო და ამ ახალგაზრდებს სიკვდილის ბოლომდე სანამ კარგად გამოჯამთელდებიან. ესენი ასეთი უნამუსო ქვეყანა, ასეთი უნამუსო წყება ნამდვილად არ მინახია 71 წლის ქალივა. არა ბოლომდე ბრძოლა გამარჯვებამდე და მცხვენი ამას რომ ამბობ ქართველი ვიძახი ქართველი სინახდე გამარჯვებაზე სირცხულია ნამდვილად მოვესწრები მაგას გამაგდით ყველა სინდისი პატიმრები იქნება თუ ვინმე იქნება ვინც მართალია გაიმარჯვოს მაინც მოვაქცია მართალი ჩვენ მადლობა ქალბატონო დარეჯან შევეცდებით რომ სხვა ადამიანებსაც გავესაუბროთ რას ფიქრობ მოგესალმებით ქალბატონო ნინო. ვესაუბრებოდი ჩვენს მაყურებელს ველაპარაკებოდი მოსკოვის მექანიკთან დაკავშირებით და აქ ყოფ ადამიანების აზრით გვაინტერესებს რომ გაგიჩინა თუ არა მოლოდინი ის რომ შეიძლება ერთვენიერ დღეს ამ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგეს, თქვათ და მოქალაქეებს რა კითხვებიც აქვს, ხო, რითი მოწამლეთ ადამიანები საპროტესტო აქციაზე, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინ ძალადობდნენ აქციის მონაწილეებს,
პროცესებზე, ვინ არის მონაწილეები, ვთქვათ, ვინც დემოკრატიის უკუსვლაში არიან ჩართული და ვთქვათ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ მუშაობენ, ხო? ეს საკითხები იყო პრინციპში ამ რეკომენდაციებში დასმული და თქვენ რა მოლოდინები გაქვთ და ფიქრობთ თუ არა რომ ეს არის თუნდაც იმ პროტესტის ნაყოფი, რაც მთელი წელია ქვეყანაში მიმდინარეობს. მე ასე გიპასუხებ, რომ რა თქმა უნდა სამართლიანობის აღდგენა ამ აღდგენის იმედით ვარსებობ ამდენი ხანია. თუმცა მოლოდინი როგორც ასეთი დიდი არ მაქვს. რატო? საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს იმას, რომ ასე სწრაფად როგორც ჩვენ გვინდა და იმ შედეგიც ის მომტანი არ არის ის ყველაფერი. თუმცა პროცესი ფაქტია რომ დაიძრა, ხო? იმ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ არის თუ არა ეს პროტესტის შედეგი, დიახ, რა თქმა უნდა არის და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მე მჯერა იმის, რომ ეს ბრძოლა არ არის ჩამცხრალი, პროტესტი ჩამცხრალი არ არის არავითარ შემთხვევაში და ნებისმიერ მომენტში შეიძლება განახლდეს აი ეს 100,000-ობით ადამიანი გამოვა ისე ქუჩაში, იმიტომ რომ უკმაყოფილება არსად არ წასულა ის ხალხის, ვინც ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა, ისინიც კი უკმაყოფილებას არ მალავენ და ალბათ ერთვენიერ დღეს ისინის გამოვლენ და იმ შემთხვევაში სტიქიურად როცა განვითარდება მოვლენები, უკვე კაცშვილმა არ იცის რა შედეგს გამოიღებს. და ამ მექანიზმებს რაც შეეხება, ალბათ მოლოდინის რეჟიმში უნდა ვიყოთ და აი მზადყოფნაში, რომ როდესაც დაიწყება, როდესაც ნაგორდება ეს მუხლი ხელმეორედ, მაშინ იმ დროისთვის მზად უნდა ვიყოთ რაღაცნაირად. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილს მოუწევს ამ მექანიზმის ფარგლებში, თქვა, გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემა ან პასუხისგება, თუ არსებობს ამის მოლოდინები, იგივე, იმიტომ რომ ბელარუსის პრეზიდენტის წინააღმდეგ დაიწყეს ხალი ეტუა მიმართა ახლა ხანს. შეიძლება თუ არა ვთქვათ, იგივე რა ვიცი, ბედი გაიზიაროს ივანიშვილმა, შეიძლება რომ მსგავსი რა ამის და გუშინ საუბრობდით, გუშინ მიტინგზე. მიუხედავად იმისა, რომ სხვათა შორის ლუკაშენკო პოლიტპატიმრებს უშვებს ამ ბოლო პერიოდში, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა მის წინააღმდეგ ამ პროცესის დაწყება, ხო? იმიტომ რომ იმდენია ბელარუსში არის სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ და ძალიან ბევრი ბელარუსია მაქვს მე ურთიერთობა ოპოზიციონერ ბელარუსებთან და ისინი ამბობენ, საშინელი მდგომარეობა ჯერ კიდევ 2020 წლიდან მესმის აქა-იქიდან და რა თქმა უნდა ეს ლუკაშენკოს დაცემუქრება იმ ყველაფრის შედეგია და ახლა ვერ განიბანება, ვერ განიწმინდება ვერანაირად. ივანიშვილს რაც შეეხება, რა თქმა უნდა ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ პასუხს აგებინებენ ბოლოს, მაგრამ ივანიშვილი ერთი ადამიანია. რაც ხდება სხვა ადამიანების ხელით ეხება, ხო? დიახ, 100,000-ობით პოლიციელია ჩართული. 100,000-ობით არჩევანი დამიტოვია. მოხელე. პროპაგანდისტები. უფრო მეტად იმათი დასჯა მსურს. მიღაცის ბიზნეს აი, ბუნებრივია, ვინც ხელს უწყობს დემოკრატიის უკუსვლას. იმ ადამიანების ან ვფიქრობთ, ვინც ასრულებს ამ უკანონობას. რა თქმა უნდა, უშუალოდ ვისი ხელისურებია ამ ყველაფერში, იმათი დასანქცირება უფრო მსურს. იმიტომ რომ იმათ კარგად იცოდნენ თავიდანვე, რომ საქართველოში ცხოვრება მოუწევს და მაინც აკეთებდნენ, რასაც აკეთებდნენ, რის გამო, სად არის ის ღირსება, ის ადამიანობა. დაკარგული ყოფს ყველაფერი და ასეთი ადამიანების დასანქცირებით დასჯით ალბათ ცოტა ჩვენი ხალხი, ჩვენი ერით ცოტა აზრზე უნდა მოვიდეს. იმიტომ რომ
აი დაიაზროს რომ უკანონო ბრძანებები არ უნდა შეასრულონ. ცხოველურ დონეზე ვართ დასული, კუჭის დონეზე აზროვნებს ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც მე ვიცნობ. ან მე ვიყო კარგად თავარია, ჩემი კუჭი იყო, ჩემ ჯიბეში რაღაცა 30 ვეცხვი ჭრიალებდეს. ასე თუმცა როგორც წესი ასე არ ხდება, ხო რომ მხოლოდ შენ იყო კარგად, როცა ირგვლივ ანუ ადამიანის უფლებები ირღვევა, გადაადგილების უფლება და ევოლუციურად ხომ განვითარდით როგორც ადამიანები, ევოლუციურად ხომ შევქმენით სახელმწიფოები. აი ეს გზა აირჩია ჩვენმა ბიოლოგიურმა სახეობამ განვითარების ეს გზა აირჩია და რაღაცნაირად უკან დაბრუნება ჩემი აზრით აი ის რასაც მე ვხედავ აი ღირებულებების არ ქონა ჩემთვის არ არის ეს ვერ დავარქმევ ღირებულებას იმას რომ აი რომ გაახმოვანა ერთ-ერთმა ახალგაზრდა გოგონამ თავარია ნაჭამი ვიყო ისიც შეცდომით გასაგებია ამ ძალიან ბევრი ადამიანი ამ ლოზუნგით ცხოვრობს დღეს საქართველოში მე ძალიან მაღიზიანებს და იმედია თუმცა შესაძლოა ეს იყოს პროპაგანდის გავლენაც რა თქმა უნდა არის და ამიტომაც ვამბობ რომ მე რომ ივანიშვილის დასჯას ვქომეტად მსურს იმ ადამიანების დასჯა ვისი ხელისურებია და ვისი ხმაც ვისი ხმითაც მიღწეულია ის მიზნები ხო ასეთი გასულელება მოსახლეობის ასეთი აი არ ვიცი რა დავარქვა მესმის კარგი ნინა ძალიან დიდი მადლობა შევეცდებით რომ კიდევ ერთი ადამიანი ჩავწეროთ თემურ თქვენ ჩაგწერთ მოსკოვის მექანიზმთან დაკავშირებით ვესაუბრები აქ ყოფებს ფიქრობ თუ არა რომ თქვათ ეს შედეგი დააყენა იმ უწყვეტმა პროტესტმა რომელიც ქვეყანაში ფაქტობრივად ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს და რა იმედები გაგიჩინათ ევთოს ამანგარიშმა რას ელოდებით თუნდაც და როგორი შეიძლება იყოს თუნდაც ამ წლის ბოლოს რა სურათი იქნება დაახლოებით იმიტომ რომ რაღაცნაირად ყოველთვის შორს ვიხედებით ხოლმე რაღაცების შეფასებისას და პროგნოზები ძალიან უმადური საქმეა, ამიტომ მე მოლოდინები მოდი ასე ვთქვათ მაშინ. მე გეტყვი და არ ვიტყვი რომ ამ წლის ბოლოს რა შეიძლება მოხდეს. გულწრფელად რო გითხრა, ბევრჯერ მაქვს ალბათ თქვენს ტექსტზე ეგრე რომ ან რა ვიცი, მოლოდინი ესეთ დროს ძალიან ისეთი ამბავია, ბაშარ ესადი ისე გაიქცა რომ ხვალ მინისტრს მინისტრთან ანუ შეიძლება რაღაც სპონტანურად განვითარდეს პროცესები. შეიძლება რომ შიგნით ეხლა ჩამონგრევაზეც კი იყო და ჩვენ გარეთ არ ვწოდოთ ყველა დიქტატორულ რეჟიმს ეგ აქვს რომ ანუ აი ჩვენ მაგრად ვართ, არად ვდგავართ და აი უცბად ჩამოიხუხულებს ხოლმე და სულ არ არის ეგ ამბავი გამორიცხული, მაგრამ ესე გარედან რაც ჩანს რაღაცა რო ვთქვათ რომ კარგად არიანო ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ადრე იყო ხოლმე რაღაცა წლების წინ რომ მე ძირითადად აი ვიწყებდი ფიქს კოცივით და მათ ლოგიკაში სულიად ხვდებოდი რომ რას რატომ აკეთებდნენ ვიღაცებს უჭირდათ მაგრამ ეს უხდებოდი ბოლო პერიოდში რაც დაიწყეს აი კოცივითაც ვფიქრობ მაინც მე ვხვდები რატო აკეთებენ ამას მათ შორის აი თავიანთებს რომ მიადგნენ რაღაცა ბიზნესმენებს რომ მიადგნენ ყველა ტიპისას მათიანს სხვისიანს რაღაცა ესეთ ანუ თვითდაზიანებას აკეთებენ და მაინც ლოგიკურად ვერ ხვდებით რატო შეიძლება ამას აკეთებდნენ სიტყვაზე მაგალითად კოცი რომ ვიყო მე რატო ავგზალავ NGO-ებს ვიცი რატო ავგზალავ პარტიებს ვიცი რატო ავგზალავ გამოხატვის პროცესს ვიცი მაგრამ აი რატო გადავიკიდებ სიტყვაზე ვიღაცა მსხვილი ბიზნესმენის რომელიც ისედაც ჩემი შემომწერველია ისედაც ჩემი ჯიბეში მაქვს ჩასმული მაგრამ დიქტატორის ბუნება ავტოკრატიის ბუნება ხო არის რომ ის ყველა შეეხება და იქ ვერ იქნები ამ მოხეულობაში დაცული და ამ სურათს ხედავთ ეს ამ სურათის შედეგია ხო ობახიძეზე ისა ღარიბაშვილზე უფრო კარგი ერთგული მონა ყავდა ვინმე ბიზნეს ანუ თემურ აი მაგალითად ჩვენ ვიცით რომ აი ევროკავშირთან გაწევრიანების რეკომენდაციები ხომ მოგცეს რომ წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო 2023 წლის ბოლოს პრინციპში უნდა გახსნილიყო რაღაც მოლაპარაკებები ხო? ყველა რეკომენდაცია დააიგნორა ქართულმა ოცნებამ, ფაქტობრივად ეს ევთოს ანგარიშის არის ნახსენები რომ მათ მიზანმიმართულად დააზიანეს ეს პროცესიო, მოლაპარაკებების პროცესი, ევროინტეგრაციის პროცესი. თუმცა ევთოს მექანიზმი უფრო მკაცრია ხო იმასთან შედარებით. ვთქვათ რა შეიძლება პრინციპში აქ ითქვა რომ
თავის დახტება რთულია, იმიტომ რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია მიმართოს, იგივე ჰააგა იქნება, სხვა საერთაშორისო მექანიზმები იქნება, სანქციები იქნება თუ ასე შემდეგ, რომ და ეს უფრო მკაცრი მექანიზმებია, ხო? თანაც ამას არც ვადები აქვს, არც დროს გაძლევს, რომ ამ ვადიდან ამ ვადამდე რაღაც უნდა შეასრულო. ამიტომ როგორ უყურებთ აი ამ პროცესს? შეძლებენ ისინი რომ ეუთოს ანგარიშიც გადაწიონ და რამდენად წარმოსადგენია ეს ყველაფერი? გუწევრად რო გითხრა, ორი ამბავი არის ჩემი აზრით მანდ. ერთი რომ არ ანუ წარმოუდგენელია, შეუძლებელი არის რომ ამ ობახიძის და რაღაც ამ კლანმა ეუთოს მოსკოვის მაგ მექანიზმიდან რამდენად გამოიწვევს. ისტორიას არ ახსოვს, ანუ არც ერთი ქვეყანა მაქედან ვერ გამომძვრალა და შანსი არ არის აუცილებლად შედეგი დადგება. ოღონდ ევროპულ კავშირის პრობლემა ის არის ხოლმე, რომ ანუ როდესაც კავშირი ხარ ბევრი ქვეყნებია, გადაწყვეტილების მიღება რთული არის ხოლმე და შედეგამდე რამდენად ანუ ეს მექანიზმი უფრო ეფექტურია ამ ხრივ. მაგ მხრივ უფრო ეფექტურია, ოღონდ საბოლოო ჯამში მაინც სამართლებრივის მიღმა პოლიტიკურ ნებაზეც არის ეგ ამბავი დამოკიდებული და შედეგამდე რამდენად სწრაფად გავა არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ შედეგამდე აუცილებლად გავა და შედეგი აუცილებლად დადგება. აქ უკან დასახევი გზა არ არსებობს. მათ შორის თუნდაც ის რაც შენ კითხვაში ჟღერდა რომ აი ევროპის მიერ მოცემული რეკომენდაციებს რატო არ ასრულებდნენ ან რატო არ ცდილობდნენ მინიმუმ შესრულებას. წმინდა ტექნიკურად რო შეხედო რაღაც ნაწილში თვითონაც მართლები იყვნენ ზუსტი შესრულებით არც მოლდოვას შეუსრულებია და არც უკრაინას და შეიძლება ტექნიკურ პარამეტრებში 2023 წლამდე მაგათ ყველას უსრულებთ. ახო ტექნიკური პარამეტრები მიზანმიმართულად არ აზიანებდნენ. აქ თვითონ ეუთომ თქვა რომ მიზანმიმართული დაზიანება ხდებოდა. ტექნიკური პარამეტრები ხო არ არის აქ ამან არის პოლიტიკური ნება და შენი სურვილი და მოძრაობის ვექტორი და ტრაექტორია საითკენ მიდიხარ. მოლდოვამ და უკრაინამ სურვილიც პოლიტიკური ნებაც და ტრაექტორიაც გამოხატეს ისეთი, რომ მიდიოდნენ ისინი ცივილური დასავლეთისკენ და ჩვენ რეალურად რუსეთის დავალებით ეს გავაკეთეთ საწინააღმდეგო და ეს ძალიან მკაფიო გახდა მათ შორის უკრაინის ომის შემდეგ. ანუ უკრაინის ომამდე ბევრ ადამიანს ვერ წარმოედგინა რომ ესენი რუსების მხარეს დადგებოდნენ და უკრაინის ომმა დააყენა საკითხი რომ მოუწიათ არჩევანის გაკეთება. ეხლა აქეთ ხარ თუ იქეთ ხარ. არა ის რომ ვიღაცას ეომიან საქციები და რაღაც ღაპრებს უყობიან ხოლმე. არა მარტო დემოკრატიას მხარეს ხარ თუ ავტოკრატიის და დიქტატურის. ჰორდინგის დონეზეც ანუ იმედი იმ ქარცდებს რამე რუსეთში რო ცუდი მოხდება თუ იმ ქარც რამე უკრაინაში რო ცუდი მოხდება ხო მარტივია კაცო ანუ სულ მარტივად ჩანს ყველაფერი ანუ რა სიამოვნებს და რას აპიარებ ასე ვთქვათ ჭყალებში აქედან ჩანს ვინ ხარ და ანუ ვის აკრიტიკებ თუ რაღაცა ანუ რა ტიპის პოლიტიკას ატარებ ამაში ჩანს კი ანუ ჩვენ მაგნაციაში სრულიად უკვე სადაც 95%-ით გადავერთეთ რუსულ ნარატივზე. ყველაფერი რუსული ნარატივი, ყველაფერი რუსული ქონდა deep state-ის სიტყვა, რომელიც რუსული პროპაგანდის მიერ მოგონილი სიტყვა, ის რომ ევრობიუროკრატია, ის რომ რაღაცა ევროპელი ისენი რა ქვია, ისეთები, ასეთები. ყველა პროპაგანდა ემთხვეოდა რუსულ პოლიტიკას. მათ შორის ახლა უყურებდი სანამ თქვენ ჩათვაში უყურებდი უნგრეთის ოპოზიციური მიტინგი არის და რაღაცა მე ცოტა ხანი ვიქიქებოდა უნგრეთში რასაც ორბანი აკეთებს ბოლო რაღაცა რასაც გადავხედე აი მგონია რომ 2004-ის საქართველოა ერთ-ერთი უბრალოდ რაღაცა რა ვიცი მე დანგრეული სვეტი ცხოველი აკლია თორე სული აი აბაო მიგინდა ზუსტად ერთ-ერთი აკეთებს უნგრეთი ორბანი მაგას ზელენსკის ის ჩანს რა ქვია ფოტოები ჩანს დანგრეული უკრაინა ჩანს აი ჩვენ 2024 შეგიძლია გამოფინეს ბანერები ზუსტად ერთ-ერთი რაც არის ჩვეულებრივი რუსული კალკა ბოლოში ამისთვის და ამ გზით მოქმედები როგორ რუსულმა კალკამ საბოლოო ჯამში ვერ ააცილა მათ შორის ლუკაშენკო მოსკოვის მექანიზმს ერთ პუტინი ვერ ააცილა და ვერც ესენი ვერ აცილებიან აი აქამდე მოქალაქეებს ჰქონდათ განცდა კი არა და აცხადებდნენ და არაერთი პოლიტოლოგი ექსპერტი ამბობდა რომ ივანიშვილმა რეალურად თავისი ფულის დაცვას გადააყოლა ქვეყნის ინტერესები ხო როგორ ფიქრობთ აი ლუკაშენკოს მაგალითიდან ეხლა ხანს დაიწყეს მის წინააღმდეგ გამოძიება და ასე შემდეგ თუ კი ივანიშვილი მხოლოდ საკუთარ ფულზე და საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს როგორ ფიქრობთ ჰააგის შიშით მაინც არ დაიწყებს თქვათ ამ რეკომენდაციების შესრულებას რას დააყენებს თქვათ ამ საკუთარ უსაფრთხოებაზე წინ მე მგონია რომ შეიძლება რომ წავიდეს ის ჰააგაზეც თქვათ რომ აი
თუ აი როგორი განცდა რომ შეიძლება რომ ჰააგაში გაჟღერდეს მისი სახელი თუ არა. სულიად დარწმუნებული რომ გაჟღერდება მე სადღაც ბოლო მომენტამდე მეგონა რომ კი საბოლოო ჯამში აი მოდი მაგ ლოგიკასაც რომ გავყვეთ რომ ბიძინა იცავს საკუთარ ფულს. რაღაცა პოლიტიკური შეთქმულებებს რო შევეშვათ ძალიან მარტივად ხო ყველა ხვდებით რომ ბიძინა ძალიან მარტივად შეეძლო მოეთხოვა ნებისმიერ ნორმალურ დალაგებული ევროპული ან ამერიკისგან თუნდაც უსაფრთხოება საკუთარი ეს ფულიც და გაცლილიყო ამ ქვეყნიდან და წასულიყო და ზუსტად ვიცით ყველა რაღაცა შეგრძნების დონეზე მაინც რომ არავინ მას ამაში პრობლემას არ შეუქმნა. ანუ ბიზნეს საკუთარი ფულის გატანა შეეძლო, ოღონდ ამავე დროს აი წინა საარჩევნო ბიზნესს რო დადიოდა იმ შუშის სკოლები. ზუსტად იცის ბიზნესმა რომ პუტინი ამას არ აპატიებს და სადღაც შუბში ტყუილს დაახტეს. ამიტომ არის მანდ გაჭედილი რომ ან სიცოცხლე ან პუტინის ბრძანებების შესრულება და ან პუტინის ბრძანებების შესრულებაზე რადგან აქ სონი დადებული და არჩევანი გაკეთებული იმის იქეთ შანსი არ აქვს სხვა რამეები რომ გააკეთოს თორე მეც მჯერა რომ ბიზნეს ძალიან კარგად უნდა რომ საკუთარი ფული აიღოს და წავიდეს მაგრამ სიცოცხლის ეშინია იცის რომ არ ეღალატო ანუ არ საერთაშორისო სამართლის არ ეშინია ხო და აი იმდენად არის ეგ ამბავი რომ საერთაშორისო სამართალზე უფრო მეტად პუტინის ეშინია საბოლოო ჯამში ის დავალებები რაც მას აქვს პუტინისკენ მიღებული თუ ვერ განახორციელა ზუსტად იცის რომ რავი აი ბოლოს მოწამლეს ასადაც მოსკოვში. მიუხედავად იმისა, რომ იქ წაიყვანეს და პუტინი მაგას ძალიან ყურადღებას აქცევდა, რომ მასთან არავინ არ უნდა მოკვდეს, იმიტომ რომ უსაფრთხო თავში საფერს აიქვამს, მაინც მოწამლეს, ნუ გადარჩა, მაგრამ მაინც მოწამლეს. ანუ მიცის ბიზნესმა, რომ თუ პუტინის ბრძანებებს მილიმეტრითაც გადაუხვევს, სიცოცხლის რისკი უდგას. იმიტომ დარბოდა იმ კოლბით მთელი არჩევნების პერიოდში, რომ მაშინ მე მგონია, რომ მასაც კი ჯეროდა. Deep State-ის ეშინოდა. რაღაც ეგ ხო ისეთი ამბავი არის Deep State-ის რო ეშინოდეს, პირიქით გაუხარდებოდა რა ვიცი ახლა ბიზნესს ძალიან კარგად უჩვენია, რომ აი ნებისმიერი რამ აი საერთაშორისო სამართალზე რო სავლაპარაკობ, მათ შორის არც ბრიტანეთის სანქციები, არც ანუ მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ ესენი არ აპირებენ ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებას და რა შედეგს მივიღებთ მაშინ ქვეყანაში. იმას რაც ანუ საბოლოო ჯამში ცოტა გლობალურ ამბავზეც არის ეგ დამოკიდებული როგორ დამთავრდება თუნდაც დასავლეთი უამრავ რამესებთვის აგერ ამერიკა იქ დასავლეთში უამრავ პრობლემებია, მაგრამ საბოლოო ჯამში კი მივიღებთ იმას ცოტა დაგვიანებით როგორც შენ თქვი აი ლუკაშენკოს შემთხვევაში, მაგრამ კი ზუსტად ვიცი რომ მივიღებთ ჩვენ იმას რომ მოუწევთ ამ ადამიანებს დღევანდელ რუსული გავლენის მმართველებს საქართველოში ჰააგაში წარს დგომა და კი საბოლოო ჯამში ჩვენ ამ დროს აუცილებლად მოვიგებთ. ცოტა რთულია, ხო, კითხვა მაგით დაიწყე და მაგი მინდოდა მეთქვა მართლა რომ ანუ ყველაფერს რასაც ჩვენ საზღვარგარეთიდან ვხედავთ, აბსოლუტურად ყველაფერი არის აი ამ ხალხის დამსახურება, ვინც ქუჩაში დგას. ყველაფერი, თორემ დიქტატურა საუდის არაბეთშიც არის, დიქტატურა აზერბაიჯანშიც არის და სხვა უამრავ ქვეყანაშიც არის, უამრავში, მაგრამ თუ ის ხალხი იმ დიქტატურას ეგუება, არც ამერიკა და არც ცივილური ევროპა არ ასანქცირებს არც საუდის არაბეთს, არც აზერბაიჯანს და სხვა უამრავ ქვეყანას შემიძლია ჩამოუყალიბოს. ან თავისუფლებისთვის არიბუძი არც არავინ დაგეხმარება, არავინ თავისუფლებაში. ბოსტანს შენ არ თოხნი, არავინ არ მოვა და არ გაგითოხნეს. თუ შენ არიბუძი და შეგუებული ხარ და აჩვენებ რომ იცი რა, მე რუსული გავლენის ქვეშაც შემიძლია ცხოვრება, არავინ შენ თავს არ მოიკლავს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ შენ იბრძვი, მაშინ ცდილობენ რომ დაგეხმარონ და ის რომ ჩვენ ვიბრძვით, აჩვენებს ეს აქციები, მათ შორის მინიმალური რაც არის და სხვა ის რომ არ ვეგუებით, მათ შორის ის რომ ჩვენ ვიბრძვით, რო უყურებ ახლა ბოლო პერიოდში მედია რასაც აკეთებს, რომ ანუ რა ვიცი, როგორ გადარჩა ეგეც მიყვის, მათ შორის ყველა მედია თითქმის ეს გადარჩენაზე არ ვიცით, ნახოთ. არასამთავრობო რაც არის ეგეც მიყვის, ანუ რაც პრინციპში ეუთოს მექანიზმი ის არის, რომ დემოკრატია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაიცვას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს მთელი სოფლიოსთვის, ეს მარტო საქართველოზე არ ვრცელდება, ხო, ადამიანის უფლებები. მთელ სოფლიოში იცავენ ეს, რომ ადამიანები დაიცვან წამებისგან და მათი უფლებების დარღვევისგან, ხო? აქ უკვე მარტო საქართველოს ჩარჩოებზეც აღარ არის საუბარი, ამიტომაც ვრცელდება ეს მექანიზმი გაავრცელეს საქართველოზე. მაგიტომ თქვი რომ ანუ როცა შენ არ ეგუები, მაგ შემთხვევაში მოდის დახმარებები, მსგავსი მოსკოვის მექანიზმი, ევროკავშირის სანქციები, ბრიტანეთის სანქციები და ასე, მაგრამ თუ შენ ძიხარ სახში წყნარ შვიდად და ვითომ არც არაფერი არ ხდება, არავინ შენს გამო თავს არ მოიკლავს. ამიტომ არის ვიღაცებს კი ჩვენ აქ რაღაცა 400 დღის წინ ვინც აქ იდგა, ეხლა ისინიც კი დაგვწინიან ჩვენ, ბევრია ეგეთი.
მაგრამ ვიღაცებს კი ეცინება ამ აქციებს, მაგრამ აი ამ აქციების მიერ მოტანილი შედეგებია ყველაფერი ის რაც ხდება ქვეყნის გარეთ ზეწოლა ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. სხვანაირად ეს ვერ დადგებოდა, არ არსებობს, მათ შორის უამრავი რაღაცა გაფუჭდა, იმიტომ რომ ოპოზიციურმა ეგრეთ წოდებულმა პარტიებმა თავის დროზე არჩიეს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობა და რაღაცა მე ვიცი, მაგალითად ბრიტანეთის აქციები ბევრად ადრე უნდა დამდგარიყო, ბევრად ადრე, ვიდრე დადგა. და მათ შორის უნდა დამდგარიყო არა მარტო იმედზე და პოზიტივზე, მათ სხვა ხოცურ ბიზნესებზე უამრავზე, მათ შორის ამ ქვეყანაში რასაც ფლობს, იმედის მე პატრონი იყო იმას. რუხაძეზე ამ, ხო, რომელმაც გაყიდა ეხა თავისი ბიზნესი და თავს უშველას, რომ ვთქვათ ბრიტანეთში. თავის ფოლადია მაგალითად ეგეთი, რასაც ზუსტად ვიცი რომ სანქციებში იყო თავის ფოლადი და სხვა კიდე ბევრი, მაგრამ მაშინ იმ პერიოდისათვის ბრიტანეთმა შეხედა ასე რომ რაღაცა ეს ხალხი რაღაცა ოპოზიციონერები არიან, რაღაცა ზოგი არჩევნებში გადადის, ზოგი პარლამენტში გადადის, იქნებ ჩვენს დაუფიქრდეთ, რამე ხომ არ გვეშლება. კი ბატონო. და ახალად გადახედეს, ახალად დაიწყეს ლაპარაკი და ახალად მოვიდა იქამდე რაღაცეები ცოტა შერვიდა ეს სანქციები და ჩვენ თუ არ შევეგვევით, ჩვენ ამ დროს აუცილებლად მოვიდეთ. ზუსტად მადლობა თემურ, მადლობა. ბათუმელების ლაივს ვინც ახლა შემოვერთით, შეგახსენებთ, რომ ბათუმში ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქციები და ამ მოქალაქეების მთავარი მოთხოვნებია, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები სამართლიან გარემოში, გაათავისუფლოს ქართული ოცნების ხელისუფლება პოლიტპატიმრები და ასევე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას და გაწეული იყოს ის რეპრესიული კანონები, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ მიიღო ბოლო 1 წლის განმავლობაში. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩვენთან იყავით ამ დროის განმავლობაში, გვისმენთ, ჩვენ ხვალ ამ დროისთვის ისევ დაგიბრუნდებით და მოგიყვებით ჩვენს ქალაქში განვითარებული მოვლენების შესახებ. მადლობა კიდევ ერთხელ დროებით.